დილა მშვიდობისა. მოდი დღეს თვალი გადავალოთ იმას, თუ როგორ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები სასმელს და რამდენად არის მათთვის მიზანშეწონილი ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება. ვერძების უმრავლესობა სასმლის გარეშეც არ უჩივის უგუნებობას. ალკოჰოლის დიდი დოზის მიღების შემდეგ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს როგორც წესი თავი ტერმინატორი ან სპაიდერმენი გონიათ. შესაბამისად, თუ არ გინდათ საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ ვერძის მიერ არც თუ ნიჭიერად გათამაშებული სუპერგმირის როლი, სასმელს ნუ დააძალებთ. ჩვეულებრივ შვიდ და გაწონასწორებულ კუროებს როგორც წესი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ახსენდებათ დეტალურად კარგიც და ცუდიც. ამიტომ შესაძლოა წვრილმანის გამო აუშარდნენ ვინმეს. თვალში ცუდად ნუ მოხვდებით ნასვამს და აცალეთ 1-2 ჭიქა შვიდად დააგემოვნოს. რაც ზოგადად სიმთვრალეს ახასიათებს, ეს ტუპებს არც სიფხიზლეში აკლიათ. სამაგიეროდ მათ უმეტესობას როგორც წესი ნაბახუსები ემტერება ქრონიკულად. ამიტომ დილით წინა ღამის ნაქეიფარ ტყუპთან კამაც ნამდვილად არ გიჩვენებთ. ფაქიზი ფსიქიკის კირჩხიბები როგორც წესი სასმელს საკმაოდ მძიმედ იტანენ. თუმცა მიუხედავად ამისა, კირჩხიბების უმრავლესობას დალევა მაინც ძალიან უყვართ. კირჩხიბის ორგანიზმი ძნელად იტანს ალკოჰოლის დიდ დოზას, რასაც შედეგად სასტიკი ნაბახუსები და ხასიათის გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. როგორც წესი, ლომის ნიშნის წარმომადგენლები ქეიფსა და დროს ტარებაზე უარს არასოდეს ამბობენ. სმაში ლომების უმრავლესობას ზომიერების გრძნობა აშკარად ღალატობს. რაც არც თუ იშვიათადაა მათთვის მეორე დღეს მძიმე ნაბახუსებისა და საგულე პრეპარატების მიღების მიზეზი. ქალწულის ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა როგორც წესი ძალიან უფრთხილდება საკუთარ ორგანიზმს. ამიტომ თუ მაინც უწევს დალევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ალკოჰოლის დიდ დოზას, თუ კი დარწმუნებულია, რომ სასმელი უმაღლესი ხარისხისაა და მის ჯანმრთელობას ამ მხრივ მაინც არ დააზიანებს. დიდი მსმელების სასწორებს შორის იშვიათად ხვდებიან. ამ ადამიანებისათვის მთავარია თავად სიტუაცია იყოს სასიამოვნო. თუმცა თუ მაინც უწევთ დალევა, ამ დროს ისინი გადამეტებულად მოსიყვარულეები ხდებიან და მზად არიან ყველას ჩაეხუტონ და მოეფერონ. განურჩევლად ასაკისა და სქესისა. სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე მეტი ალკოჰოლიკი მორიელის ნიშნით იბადება. გარდა ამისა, სიმთვრალეში მორიელი როგორც წესი განსაკუთრებულად ენამწარი და ცინიკოსი ხდება. ძველი წყენის სასმელში ჩახრჩობის მცდელობამ კი იგი შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩენის საფრთხემდე მიიყვანოს. იმის გამო, რომ თვალმა სამართლიანობის აღდგენა საკუთარი კანონებით სცადოს. კომპანიონი თუ ვერ იპოვა, მშვიდოსანს პირველივე შემთხვევიდანაც შეუძლია მეგობრულად ჭიქის აწევა. სამაგიეროდ მერე ბახუშში მყოფი მზა და მთელი ფული მეგობრებს დაურიგოს. უზომოდ ბევრი ილაქლაქოს ან მატარებელში ჩაჯდეს და სადმე აბსოლუტურად უცნობი მიმართულებით გაემგზავროს. თხის რქებს შორის ალკოჰოლიკს ნაკლებად შეხვდებით. თუმცა სადილობისას 100 გრამის დაგემოვნება ბევრი თხის რქისთვის არის დამახასიათებელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შესანიშნავად ასნობიერებენ იმას, რომ სასმელთან ერთად მათი პრობლემები არსად აორთქლდება. მერწყულები ალკოჰოლის მიღებასა და თრობით გამოწვეულ მძაფრ შეგრძნებებზე არასოდეს ამბობენ უარს. მართალია სიმთვრალეში თავი კარგად უჭირავთ, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ დრომდე. თუ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ სტუმრებს შორის ვიღას ნახევრად შიშველი მაგიდაზე ცეკვავს, ის აუცილებლად მერწყული იქნება. თევზების ფაქიზი ფსიქიკამ ძნელად ეგუება ალკოჰოლს, რასაც თან საზღვარი ნაბახუსები და ლამის ერთკვირიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა მოსდევს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სასმელი განსაკუთრებულად უყვართ. ესეც ფაქტია. ვინო კახურო, ვინ თეთრიღა, ამის ხი დამალევინე. Simfraleako.